მივესალმები ტელემაყურებელს. პირადად ჩემთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება უკავშირდება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ფონდთან დაკავშირებულ გამოძიებას, სხვა ფონდებთან ერთად მოგეხსენება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ფონდიც იყო ამ გამოძიების საგანი, თუმცა როგორც იცით, ასევე რომ ფონდის გარდა მთლიანად ადამიანის უფლებათა სახლის ყველა ანგარიში არის დღემდე დაყადაღებული სრულად უსამართლოდ და ზოგადად ისევე როგორც სხვა ფონდების, ასევე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის და მთლიანად სახლის ანგარიშების დაყადაღება და ამ ფონდების წინააღმდეგ მიმდინარე საქმე არის სრულად უკანონო ფაქტი. ეს არის მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეფერხდეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტი, აუკრძალონ ადამიანებს პროტესტში მონაწილეობა და შეაფერხონ სწორედ ეს პროცესი, რაც არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება საქართველოს მოქალაქეების და ეს არის რეპრესიების გაგრძელება, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი, ეს რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელზე თავდასხმა შეიძლება ესე ჩავთვალოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან დაკავშირებით კორექტულად იქცეოდნენ, ზოგადად ეს არის რეჟიმის მსახურების მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ოპერაცია, რა თქმა უნდა, ველოდებით სხვა შემდგომ მსგავს ნაბიჯებსაც, თუმცა ჩვენი შეშინება ესე ადვილი არ არის და შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ადამიანის უფლებების დაცვისთვის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ვიღონებთ ყველა მშვიდობიან საშუალებას, რომ ეს რეჟიმი მალე დასრულდეს. ბატონო ალეკო, როგორც ვიცით, თანმიმდევრობით რომ იყო, თქვენ სამსახურში მიდიოდით დილით, ხო? ავტობუსიდან ჩაგიყვანეს ჩვენი ინფორმაციით პოლიციის თანამშრომლებმა. აი როგორ იყო ეს, რომ მოგვიყვეთ დილას დაგხვდნენ საცხოვრებელ სახლთან? ჩემი ვარაუდით საცხოვრებელ სახლთან იყვნენ, მაგრამ ეზოში მოერიდათ ინციდენტები, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება მეზობლებისგან ქონოდა მე მხარდაჭერა და რაღაც გარკვეულ ინციდენტებს ქონოდა ადგილი, ამიტომ გამომყვნენ და შემდეგ ავტობუსმა როცა ჩამოიარა მე ცოტა სირბილით გადავკეთე ეს გზა და სავარაუდოდ ისინიც ასევე უკან გამოვყვნენ, იმიტომ რომ მე ეჭვება რომ ავტობუსში ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ სხვა მარშრუტებიც მოძრაობს ჩვენი ოფისისკენ. ამოვყვნენ ავტობუსში, გააჩერებინეს ცხოველს ეს ავტობუსი, მე მითხრეს რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის უნდა დამორჩილებოდი და ჩავსულიყავი ავტობუსიდან, ჩამომიყვანეს და ავტობუსის გაჩერებაზე მაცნობეს, რომ უნდა ჩატარებულიყო ჩემი პირადი ჩხრეკა. ამისთვის მითხრეს, რომ ისა წარმომიდგინეს განჩინებაც და მე უთხარი, რომ ეს განჩინება უნდა წავიკითხო თავიდან ბოლომდე, ასევე ჩემი მეზობლად მცხოვრები ჟურნალისტი შეესწრო, ლუკა ცხედიანი, ინტერპრეს ნიუსის ჟურნალისტი ამ ინციდენტს, ასე რომ ვთქვათ და ვითხოვე, რომ ის დასწრებულიყო ამ ჩხრეკას, აღნიშნეს, რომ მოწმეს სტატუსი აღარ არსებობს და შეიძლება კი ბატონო დაესწროსო, მაგრამ ესეთი რომ რაღაცა მოწმეს სტატუსი კონდესო, ესე არ არისო, თუმცა მოგცეს საშუალება, რომ ლუკა დასწრებულბოდა ამ ჩხრეკას, შესაბამისად ამოიღეს ჩემგან მობილური ტელეფონი, აქ მე არ მქონდა ინფორმაცია, რომ მქონდათ ამოღების უფლება სხვადასხვა ნივთების, ვიფიქრე, რომ მხოლოდ პირადი დათვალიერება ტარდებოდა, ასე როგორც იციან სხვა შემთხვევებში და რაღაც გარკვეულ წინააღმდეგობა მცირედი გაუწიეთ, თუმცა რომ განმიმარტეს, რომ სწორედ ამისთვის ტარდებოდა ჩხრეკა, რომ ეს ნივთები ამოეღოთ, ტელეფონი გადავიცით ჩვეულებრივად, ასევე გაჩხრეკეს ჩანთა, სადაც რამდენიმე გარემეხსიერების ბარათი იყო და ამოიღეს ეს ბარათები, ფურცელ დაათვალიერეს ჩანთაში რა მქონდა და სხვადასხვა
დოკუმენტები, რაც კი ადამიანის ცენტრს ეხებოდა, ამოიღეს, თუმცა ეხლა რომ აანალიზებ ვითარებას, განჩინებაში ადამიანის ცენტრი არ წერია, აქ წერია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და რეალურად ადამიანის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათ წესით არ უნდა წაეღოს, მაგრამ მათ მე როგორც მივხვდი, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადამიანის უფლებათა სახლი ერთმანეთში ერევათ, როგორც ეს ადრეც მქონია ესეთი შემთხვევები, შესაბამისად საერთოდად ჩემთან მაინც და მაინც ჩემთან რატომ მოვიდნენ, იმიტომ რომ ადამიანის სახლის გამგეობაში კიდე სხვა წევრებიც არიან, კი ბატონო, ადამიანის სახლის გამგეობას წარმოადგენდა მმართველი ორგანოარი გამგეობა, მაგრამ მხოლოდ ჩემთან რატომ მოვიდნენ, ეგ არ ვიცი რატომ ვარ რჩეული პროკურატურის, ეგ ალბათ მათ უნდა ვკითხოთ. და ბოლო კითხვა და სანამ დაგემშვიდობებით, ბატონო ალიკო, ელოდებით თუ არა რომ უფრო ბრუტალურ მეთოდზე გადავა საგამოძიებო უწყება და შესაძლებელია თუ არა რომ მოჰყვეს ამ ჩხრეკებს უკვე კონკრეტული ადამიანების დაკავებებიც. ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამჟამად ისეთ აგონიაშია და ისეთ არაპროგნოზირებელ ქმედებებს აქვს ადგილი, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს მათგან მოსალოდნელ, თუმცა ეს მსგავსი რეპრესია მუშაობს თვითონ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომ მათ წინააღმდეგ მუშაობს და ასეთი ქმედებები, რა თქმა უნდა, ხალხს უფრო აფხიზლებს და ანახებს ამ რეჟიმის რეალურ სახეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოსალოდნელია, ჩემი პასუხი ეს არის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრისთვის. მადლობა, უსმენდით ალეკო ცქიტიშვილს ადამიანის უფლებათა ცენტრის